ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩვენ ამ არაჩვეულებრივ პროექტში თაობიდან თაობა, რომელიც ფოლკლორის აღორძინებას ეფუძნება, ჩაერთო მედია ჯაფარიძის სახელობის არგვეთის კულტურის სახლის ანსამბლი ციცინათევა. ეს გახლავთ თითქმის 50 წლის ანსამბლი და მათში თაობათა ცვლა მიმდინარეობს. 2011 წლიდან მუშაობ ამ ალბატონებთან. ყველა მასწავლებლები არიან ფორტეპიანოს, როგორც ერთი დიდი ოჯახი მოვდივართ მთელი ამ წლების განმავლობაში. Არჩევთ შემდეგ სიმღერა, რომელიც ორს გავიტანთ კონცერტზე და ერთს გავიტანთ ტელევიზიაში. თუ ამ თაობამ ეს არ გაითავისა, დავკარგავთ იმ საკრავსაც, იმ ხალხურობასაც და აი ეს არის ჩვენი პროექტის მნიშვნელოვანი ხაზი. სიმღერები გვაქვს ძალიან ბევრი, როგორც კომპოზიტორების, ისე ხალხურები. მე ყველაზე უხუცესი ვარ კულტურის სახლის დირექტორი. ეს ყველაზე პატარა ყავს ხათუნა. დავამთავრე მუსიკალური სასწავლებელი, ძალიან მიყვარდა სიმღერა. გალობდი სავანის ეკლესიაში, შევერთდი ანსამბლს, დაახლოებით 18-19 წელია რომ ვერი ვარ ანსამბლში. და მეც დავბერდი ამათთან ერთად. პირველი მონაწილე მე ვარ. არგვეთის კულტურის სახლისთან 79 წლებში დავიწყე სიმღერას, ყოლიდან როგორც დავამთავრე, მიყვანა ქალბატონმა ლიანამ და ფოლკლორს თვითონ ისევე აი ენთუზიაზმით ანთებული ხალხი თუ ინახავს. ძირი, რაც დიდი ბაბუებიდან, დიდი ბებიებიდან მოდის. ჩვენ 4 დედმამიშვილი ვართ, 4-ვე უკრავთ, მღერით. სიმღერებსაც ვწერთ საესტრადო ლექსებსაც. არის ისეთი მივიწყებული სიმღერები, თავისთავად რომ არ დაიკარგოს, ვთვალოთ რომ შევინარჩუნოთ. შენდება არგვეთის ტერიტორიაზე ახალი კულტურის სახლი, თანამედროვე ინვენტარით, რა თქმა უნდა, ჩვენც ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, ერთი მთლიანი ოჯახი გვაქვს, ერთი სიყვარული გვაქვს, სადაც სიყვარულია, იქ სიმღერაც არის და ურთიერთობაც კარგია. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია გადაცემა საინტერესო ადამიანთა პორტრეტები, რომელიც ორშაბათობით საღამოს 8:30-ზე შეგიძლიათ ნახოთ ტელეკომპანია ქართულის ეთერში. ჩემო საყვარელო ადამიანებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემა ეძღვნება ყველაზე ქართულ, ყველაზე ეროვნულ და ვფიქრობ ჰაერივით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემას, რომელსაც ქვია ქართული კულტურული მემკვიდრეობა. და აი ამ შინაარსობრივ კონტექსტში არაჩვეულებრივად ჩდება ის პროექტი, რომელიც დღეს ჩვენ დეტალურად უნდა განვიხილოთ. პროექტის სახელწოდება გახლავთ თაობიდან თაობამდე. და დღეს სწორედ აი ამ პროექტის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი გახლავთ ჩემი დღევანდელი გადაცემის ძალზედ საპატივცემულო სტუმარი. ქალბატონი ნატო ტყემალაძე დავითულიანი. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო ქალბატონო, კეთილი იყოს თქვენი ფეხი. აი ამ სივრცეში მე როგორც ვახსენე, პროექტს ქვია თაობიდან თაობამდე. ისეთი სახელწოდება აი ამ პროექტისა, რომ ქვეტექსში ისედაც მოიაზრება, რომ ეს არის რაღაც ისეთი ძვირფასი, რომელიც უნდა გადაეცეს თაობიდან თაობას. თქვენ ხართ აი ამ პროექტის ორგანიზატორი და თქვენთან ერთად არაჩვეულებრივი ჯგუფია შემოქმედებითი, რომელიც აი ამ პროექტს ემსახურებით. მაგრამ ვიდრე მე ახლა ამ პროექტზე დავიწყებ და საუბარს. შემთხვევით არაფერი არ ხდება ქალბატონ ნატო და რატომ დაუკავშირდა თქვენი სახელი და გვარი აი ამ პროექტს. მე წარმომიდგენია, რომ თქვენ ფიქრობ მე თვითონ, რომ თქვენ მოდიხართ რაღაც განსაკუთრებული გარემოდან, განსაკუთრებული წიაღიდან და ხო იცით, ოჯახი აისახება ადამიანზე და პირიქით. ადამიანი არის სარკე თავისი ოჯახის. მოდით, ერთი-ორი სიტყვა გითხარით თქვენს ოჯახზე, თქვენ საიდან მოდიხართ? ვიცი რომ ხართ იმერეთიდან და კონკრეტულად ჭიათურა.
მოდით მოგვიყევით ამის შესახებ. უპირველეს ყოვლისა ქალბატონო მანა დიდი პატივია ჩემთვის თქვენ სტუდიაში სტუმრობა. ძალიან შეამოვნებს თქვენი არხის ხილვა, ყოველთვის კარგი გადაცემები გაქვთ და დიდი მადლობა რომ ჩვენს ჩავთვალეთ საპატიო სტუმრად. დიდი მადლობა. მე საერთოდ ჩემი წარმოშობა ტყემალაძე ვარ. ჩემი გვარი ტყემალაძეა, დავითულიანი მეუღლე მყავდა და ვატარებ მის გვარსაც. საერთოდ საჩხერის რაიონის სოფელი ვაჯითია ასეთი, სადაც ტყემალაძეები დიდ ტყემალაძეებს ეძახდნენ. იმიტომ რომ მარკოს ტყემალაძე იყო ჩვენი წინაპარი. მოიხსენება თქვენ ეს სპრიკერი იყო ქაშვეთის ეკლესიის აღდგენი და დიდი საზოგადო მოღვაწე და საეკლესიო პირი. მის შვილები მარიჯანი ჩვენი პოეტი დიახ და მარიჯანის შვილიც გაგიგიათ ალექსიძე ბატონი და ასე შემდეგ ნიკოლოზ ტყემალაძე საფრთხო კრებითი ფაკულტეტის ატარებს მის სახელს და ასე შემდეგ ძალიან დიდი და საამაყო გვარის მატარებელი ხართ მინდა გითხრათ ეთემარი ნამდვილი ვაქჩვე გაკეთებული და თქვენ არხზე სხვათა შორის გადის ხო გადის თქვენმა ძმამ მოგვიტანა და მართლაც აი პირდაპირ შემიძლია ვთქვა რომ ჩვენი აი ოქროს ფონდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იმიტომ რომ იმდენად საინტერესო და იმდენად კარგად გაკეთებული ფილმია და როცა საშუალება მაქვს ყოველთვის ვათავსებ ხოლმე სატელევიზიო ბადეში დიახ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას მომავალი თაობისთვის, როცა ნახულობენ ფესვები საიდან მოდის, ვიხარ, იმ ფილმში კარგად არის მოცემული და სხვათა შორის კი ამბობს ჩემი ძმა, რომ მომბაძეო, მაგრამ სიამოვნებით ამბობს და მეც მოგართმევ დავითულიანებზე გავაკეთებ ფილმი. უღრმესი მადლობა. პირდაპირ. ძალიან საინტერესო ძველი გვარია, ამითაც ძალიან დაინტერესდებით. რაც შეეხება დაბადებული და გაზრდილი ჭიათურაში, მაგრამ სადაც ასე 18-19 წლიდან თბილისში ვარ, მიყვარს იგი ჟენდე ჭიათურაც და ჩემი ბაჯითიც და რაჭაც შევიყვარე, იმიტომ რომ რაჭიდან იყო ჩემი მეუღლე და ძალიან მიყვარს რაჭაც. რაჭაში ვარ, სული გვატარებ ბოლო 4 წელია ჩემს წლებს. აი ახლა უშუალოდ პროექტზე მინდა გესაუბროთ. საიდან წამოვიდა ეს იდეა, რას ემსახურება ეს პროექტი? ახლა ადამიანი ამას თავისებურად მიხვდება თავისთავად, რომ ზოგადად რასთან გვაქვს საქმე და კულტურულ მემკვიდრეობასთან, მაგრამ კონკრეტულად მე მახსოვს, რომ ჩემს ბავშვობაში იყო ესეთი გადაცემა. ჩვენ ვეძებთ ტალანტებს. თქვენს გეხსოვებათ ეს და მე რო გავეცანი ზოგადად აი ამ პროექტის კონცეფციას, უცებ პარალელი გავავლე, რომ დაახლოებით რაღაც ამის მსგავსი. ნიჭიერ ადამიანებს ვეძებთ. აი, თქვენ ეძებთ ნიჭიერ ადამიანებს და მოდით კონკრეტულად გვესაუბრეთ ახლა ამ პროექტის ირგვლივ. ეს რა შეეხება? რას ემსახურება? ნუ თითქმის თქვით, მაგრამ მე თქვენგან მინდა გავიგონო. კი ბატონო, ჩვენ ვეძებთ უნიკალური ნიჭის ადამიანებს. მოგეხსენებათ, რომ ქართულ ფენში ეს ძალიან ბლომად არის. არიან ისეთი ადამიანები, ბავშვია თუ დიდია, რომ ვერ წვდება რომ ეს ნიჭიერია, იმიტომ რომ შეიძლება ის სოფელში რაღაც საკეთებს წაიღიღინებს ან დახატავს, რაღაცა ვერ ხვდება რომ დიდი ნიჭია. ვიღაცამ უნდა მიაგნოს ეს. აღმოაჩინოს. იმიტომ რომ განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში არ არის კვალიფიციური სპეციალისტები დაუშვათ რომ მიაქციოს ყურადღება იმას. ცოტანი არიან. არა და თვითნაბადი ნიჭია, იქნებ რა ნიჭი იმალება. აბარა. ჩვენ როცა დავიწყეთ ეს პირველი ღონისძიება ჩავატარეთ 16 ივნის, გადავრეკეთ მუნიციპალიტეტებში და გითხრეს, აი იმ სოფელში ასეთია, ის ესეთი წავედით, გავეშურეთ, დავდივართ. და გვინდა რომ გამოავზევროთ ამათი ნიჭი. ისინი არ არიან პროფესიონალები, მაგრამ არიან ნიჭიერები, რომელიც შეგვიძლია გავხადოთ ცნობადი სახე, მან ისიამოვნოს თავისი ნიჭით გამოამჟღავნოს და გვინდა რომ მივაქციოთ ყურადღება, აუყანოთ კონსულტანტი და წარმატკინოთ მაყურებლის წინაშე და საზოგადოების წინაშე.
წერა დავიწყე 5-6 წლიდან. პირველად შევედი ანაბანაში და მის მერე მღერი ვარ და ძალიან მიყვარს სიმღერა და ბევრი სტუდია გამოვიცვალე ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, ჩემი ოჯახის წევრებიც მღერიან და მინდა რომ მეც დედასავით მღერო და დედა გალობს. ეს სიმღერა გია ყანჩელის გენიალური შემოქმედებიდან არის და სულ გვინდოდა რომ აი მარიამი როდესაც უსმენდით ხოლმე და ხედავთ რომ ღერის შესანიშნავად ძალიან გვინდოდა რომ რაღაც ერთობლივად გაგვეკითებინათ. ჩვენი ხელმძღვანელი კვარტეტის დავით არჩვაძე გახლავთ და დათოს მივანდეთ ეს საქმე. არ არის ესეთი მარტივი შესასრულებელი და მაგრამ აქ დათოს თელი მუსიკალური ნიჭი ჩადო ამ სიმღერაში და ძალიან ლამაზი და ორიგინალური სხვათაშორის გამოვიდა ეს ნომერი. მარიამა ხო გაამშვენა საერთოდ. ნამდვილად ასაყვარნია ეს ბავშვი სცენას და გამოსაჩენია. არაჩვეულებრივ გოგონაა და რა ვიცი ვისურვებდი რომ ეს ნომერი გაგეტანათ მარიამთან ერთად. ერთგვარი საცდელი ეს იყო რა ექსპერიმენტი, მაგრამ ექსპერიმენტი კი არა, საშინლად მაგარი რაღაც გამოვიდა. ძალიან მომწონს ეს პროექტი, რადგან უმეტესობა ახალი თაობის ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა რომ მეტი გაიგონ ძველი თაობის შესახებ და ძველი ინსტრუმენტების გინდ პატარა რეგიონებში რამდენად არის ხელოვნების სხვადასხვა დარგები განვითარებული. ძალიან მადლობელი ვარ რომ მეც შემიძლია წვლილი შევიტანო ამ პროექტში და ჩემი შესაძლებლობები ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოვადგინო. ეს ვფიქრობ რომ მე იმდენი რაღაცა ვნახე აი თუნდაც ფილმის გადაღების დროს თუნდაც ჩემი წინაპრებიდან საეკლესიო პირები იყვნენ ჩემი ბაბუა და მისი ძმა და ხშირად მოდიოდნენ სხვათა შორის მუზეუმებიდან და იწერდნენ ამ ძველ ნათქვამებს ზღაპრებს ზეპირსიტყვიერად რომ მაშინ არ იყო ეს კომპიუტერის სისტემა და ხელი წერდნენ და საათობით უჩდა ბაბუას წიგნები მიქონდათ რაღაცა და ეს უჩადებული მაქრო აი ჩვენ კიდე რა შეგვიძლია რომ იქეთ გადავცეთ თაობას. რა მიმართულებით ხდება თქვენგან ადამიანებისადმი და აი დაინტერესება. ეს არის რომელიმე ერთი მიმართულება ხელოვნების თუ ეს არის ზოგადად ხელოვნების ყველა დარგით ხართ დაინტერესებული. გარდა ამისა გამოგვაქვს ახალი სიმღერები, დაწერა ვინმე ახალი სიმღერა, ხო ჩვენ წარმოვადგეთ საზოგადოების წინაშე. გარდა ამისა, ნიჭიერი ახალგაზრდა თუ ის ხალხურს ვერ ფლობს, შეიძლება ესეთი მონაცემები აქვს. ასეთი ბიჭიც ოეცით Facebook-ზე ნახე, რომ ამერიკაში დაამთავრა სკოლა, აქედან ვიწევით ყოფილა და იქ მღეროდა ჯაზსაც და კამერულ მუსიკასაც წარმოიდგინეთ, მაგრამ საქართველოში არავინ არ იცნობს, ჩამოვიდა სტუდენტია ახლა თბილისში ცხოვრობს და რომ მოვისმინე და დავპატიჟე ჩვენი ნუციკო ჯანელიძე ჩვენი გუნდის თავარი მამოძრავებელი ძალაა და ნუციკოს რომ მოეწონება ცოტა საკითხია რამდენიმე კონსულტაცია ჩაუტარა და გამოყავს ეს ბიჭი სამხარაძე სხვა შორის ისე ჭიათურელია წარმოშობით მამამისი კვარტეტში მღერეს ჭიათურის კვარტეტში და არ გამიკვირდა რომ ეს ბავშვი ნიჭიერია. თქვენ ქალბატონინოცა ახსენებთ ჯანელიძე ახლა გასაგებია ქალბატონინოცა ყველასთვის საყვარელი და ძვირფასი მუსიკოსია და გასაგებია მისი ჩართულობა რა მიმართულებითაც იქნება თუმცა ქალბატონინოცას გარდა კიდე ვინ არის აქ ძირითადი მამოძრავი აი სახლდენი ძალა გასაგებია თქვენ ქალბატონინოცა კიდევ გვერდში მიდგას ლატო ჯანელიძე რეჟისორი ასე ვთქვათ მთელი ეს სარბენი საქმეების რეჟისორი შავი საქმეები ყველაფერი ლადოა ჩემს გვერდზე, იმიტომ რომ რთულია მარტო ჩემთვის და მოცოს თავისი მუსიკალური მხარე, მაგრამ აქ რეჟისორად საჭიროა ბევრი რამ საფიქრალია.
წასვლა რეგიონებში სიარული და ეს ძალიან ესეთი შრომატევადი პროექტია. და ჩვენს გვერდზე ჩვენი უსაყვარლესი და უნიჭერესი ნიკოლოზ წოლუკიძე მიყავს საღამოები, ყოველთვის დიდი სიამოვნებით მიყავს სხვათა შორის და ვიცი როგორ გითხრათ, ყავს რეჟისორი, კიდევ ოპერატორი და ამავე დროს მონტაჟისტი, გიგი ფალავანდიშვილი არაჩვეულებული სპეციალისტია და კარგი პიროვნება და აი ესე ჯერჯერობით ეს გუნდია შეყვანილი. ჩვენ გამოგიმძევრებთ ძველ სიმღერებს, ოღონდ ახლებურად შესრულებულს. ასევე მოგასმენიათ სპეციალურად დაწერილ სიმღერებს აი ამ ჩვენი ღონისძიებისთვის. ზოგი ხალხურია, ზოგი დღეს იქმნება, მაგრამ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ღირებულია. ამ ყველაფერს დედაქალაქში ეს ერთად მოეყრება თავი. გამოფენა იქნება თუ ხელნაკეთი იქნება თუ ის ქართული რეწვა იქნება თუ ფარდაგი იქნება თუ ეს სიმღერები. მე შევასრულებ ლაზურ ენაზე სიმღერას რუსუდან სერბისკვერაძის ძალიან ცნობილს და საყვარელო მამულოს. მე შევეცდები რომ წარმოგიდგინოთ ის სიმღერები, რომლებიც თითქოს მივიწყებულია და უფრო უნდა იყოს აქტიური ვიდრე ახლა არის. ძველი ინსტრუმენტები, ძველი ნაწარმოებები, უნიკალური ხალხი, ქვემოქმედება ყველაფერი არის ერთად და მეც მატრიქსში ვარ. ამერიკაში დავიწყე ჯაზ გუნდში სიმღერა და გავხდი საუკეთესო სოლისტი ფრანკ დემიეროს ჯაზ ფესტივალზე. მადლობა მინდა გადავუხადო მას და ჩვენ მუსიკალურ პროდიუსერს, რომ შანსი მეძლევა მონაწილეობა მიიღო მსგავს პროექტში. ჩვენი ნეოკლასიკური ბალეტის ერთ-ერთი ის ქორეოგრაფია იქნება წარმოდგენილი, რომლის შესახებაც თვითონ საზოგადოება აღნიშნავს, რომ არის ახალი სიტყვა. აი ამ პროექტის ამოქმედება ფაქტიურად სტიმულს აჩენს ჩვენში. ბადებს სიცოცხლის ახალ სივრცეს. გამოვაჩინოთ ახალი სახეები, ახალი სახელები, რომლებიც ჩვენი აზრით ძირ სახელად გაუთქვამენ საქართველოს. ასე რომ ყველას გელოდებით, იცოდეთ რომ ძალიან საინტერესო და შემეცნებითი დღესასწაული გელოდება. თქვენ უკვე შექმნილია ჩამოყალიბებული შემოქმედების ჯგუფი, რომელიც აი ამ პროექტზე მუშაობს. და ქალბატონო, თქვენ ვიცი რომ ჩაგიტარებიათ ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება უკვე ხო ეს პროექტი ხო გამოტანილი გაქვთ თქვენ საზოგადოების წინაშე. ზოგადად თუ ჩავთვლით მე რა გამიკეთებია, მე ერთ-ერთი სამუსიკო სტუდიის ხელმძღვანელი ვიყავი წლების მანძილზე 90-იან წლებში. ხელოვნების სტუდიად გადავაკეთე და ძალიან ბევრს მუშაობდი. ძალიან ბევრ კონცერტები ჩავატარეთ ფილარმონიაში, მაშინ სხვა დარბაზები იყო, ესეთი დისკომფორტი იყო ამ მაშინდელი მდგომარეობა გასო თქვენ და გამოცდილება მე ამის მაქვს და სხვა შორის მაშინაც არა ისე მიჩვეული ვარ და მენატრებოდა თქვენი რუტინა ხო გამივიდა და ეხლა უკვე ისეთ შვილებს დაიზარდნენ შვილებიც ჩემთვის დიდად ხლა აღარ უჭირდები ისე და ვიფიქრე რომ მოდი ხო შეიძლება რომ რაღაც კარგი საქმეს მოვკიდო ხელი და ჩემთვის ეს არის მასწავლებელი ძალა იმიტომ რომ რაღაცა სტიმული გაქვს რომ რაღაც საკეთებ ხანდახან ვიტყვი რომ გაჩერდი რა ნატო არ და მაგრამ ისე მაწუხებს ის რაც ვნახე იმიტომ რომ მოწოდებით ხართ დიახ ისე მაწუხებს რომ ვერ გამჩერდები და რაც შეეხება ამ პროექტის ღონისძიება პირველი ჩატარდა 16 ივნის ამ წლის 16 ივნის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გრანდიოზულად ძალიან დიდი მოწონება ეხლა ჩვენ ვატარებთ გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში 4 დეკემბერს 8 საათზე მაგრამ დილის 12 საათიდან გამოფენა გვაქვს ფოეში. როცა უშკულში ვიყავი, იქ საშუალო სკოლაში შევედით და შევიყვანეს ოთახში გავგეშდი ნახატები, ნამუშევარი, ვერ წხვდებიან რომ კარგად ხატავენ, წარმოგიდგენიათ, მაგრამ კარგი პედაგოგი ყავთ და ბავშვებს ახალისებს, თვითონ უყიდია იქ მოიბერტები, არაფერს არ წარმოიდგენთ ჩვენ საჩუქრებით, გავუგზავნეთ საშუალებები იმის და სასურველია რომ ვინმე დაგვეხმაროს რომ ესეთ ხალხს ჭირდება ესეთ ხაშთქომა ჩვენ დიდად არა გვაქვს რაც შევძლებთ იმას გავაკეთებთ მაგრამ თუ ვინმე დაეხმარება ესეთ ბავშვებს და ზოგადად მოხუცებს არის ესეთი საკითხები რომ მივხედოთ ჩვენ ქვეყანას ჩვენ ეხლა რომ ხედავთ ისე არავინ არ მახსოვს ჩემს მეხსიერებაში მაგრამ
არის კიდევ ისეთი, რაც შეიძლება გავაკეთოთ. და ამ გამოფენაზე გამოგვაქვს ამ ბავშვების ნახატები, არაპროფესიონალების ნამუშევრები. ეს არის ხეზე ნამუშევარი, რკინით ნამუშევარი, ლოკოკინებით გაკეთებული არაჩვეულებრივი ნივთები და თოჯინები და ასე შემდეგ. საინტერესო გამოფენა გელოდებათ, გთხოვთ მოგზადეთ, დათვალიეროთ, მე შეგეძლიათ 8 საათისთვის ღონისძიებაზედაც მოგზადეთ და მართლა საინტერესო სანახაობას ნახავთ. ჩვენ ჩავთეთ ახლა წერალთა კავშირი, თვითონ დაინტერესდით ჩვენით. და სხვაშორის ბატონმა ერეკლეს აღლიანმა დამპატიშა მაშინ 17-ში 16-ში რო იყო ღონისძიება დამპატიშა წერალთა კავშირში და იქ დგას საკითხი ქართველური ენების შენარჩუნებაზე, რომ აუცილებლად ეს სვანური, მეგრული, ლაზური და ეს გავრცელებული ჩვენი ქართული ენა უფრო მეტად არის გავრცელებული და საშიშროებას არ წარმოადგენს, მაგრამ ეს ენები საერთოდ საქართველოში ქართული რამდენი კუთხეც იყო, იმდენნაირი საუბარი იყო და იმდენნაირი ჩამოყალიბდა თავისთავად ენა, მაგრამ შენარჩუნებული გვაქვს მხოლოდ ეს 4 განძი. წარმოიდგინეთ ახლა და ამას თუ არ გავუთხიდეთ, თითქმის დღეს დავკარგავთ. იმიტომ რომ ეს ჩვენ პირდაპირ გვეუბნება, რომ ვართ ძველი ქვეყანა, განათლებული ქვეყანა, ამდენი ენების მოსაუბრე, ენებით მოსაუბრე. ჩემის აზრით უნდა ხდებოდეს ენის რეპარაცია ადგილობრივი დიალექტების საშუალებით. უნდა შემოუშვათ ქართულ სამწიგნობრო ენაში როგორც მეგრულ-სვანური დიალექტის სიტყვები, ისე ფშავ-ხევსურული. ვაჟა-ფშაველამ ამ მხრივ დიდი სამსახური გაუწია ქართულ ენას. კონსტანტინე გამსახურდია. და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს პოეზიის პოეტები დაგვეხმარებიან, ამავე დროს იქნება სვანური ლექსიც საიკითხავენ, სვანური სიმღერების შესრულდება თავის თანდართული ცეკვით, ასევე მეგრული, ლაზური, ისე გვაქვს ახლა რაჭულიც, იმერულიც, ქუთაისიდანაც კოსტუმრები, სამეგრელოდანაც თუ ასე და თითქმის არა, ყველა კუთხე ვერავით, ისეც ჯერ ვერ ასე ისე ქალბატონო, აი როგორ ხდება ამ ადამიანების აღმოჩენა? თქვენ დავდიხართ და თუ ვინმე გეუბნება და გაწვდით ინფორმაციას, რომ აი იმ რაიონში, იმ სოფელში ესეთი ნიჭიერი ადამიანი. როცა ვკითხულობთ, პასუხობენ და გვეუბნებიან. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ეს უფრო მოსახლეობა მისცეს, ვიდრე ხელმძღვანელობა. რეგიონის რეგიონის ხელმძღვანელობა რაკნას ეხლა ის კონცერტებზე გამოდის და მას რა თქმა უნდა აქვს თავისი სპეციალისტები და იმას ანუ ხალხში ვეძებთ და ამავე დროს ეხლა ჩვენთან მაგალითად ჩვენ ღონისძიებაზე ვამღერებთ ჩვენ ვარსკვლავს, მაია ჯაბუას, რომელიც ლაზურად შეასრულებს, ჩვენ გვჭირდება ლაზურის სიმღერა, თან ასეთი პროფესიონალი შესრულებით, რუსლან სეფისკვერაძის სიმღერას ლაზურად შეასრულებს. ასევე სტუმრად გვეყოლება არაჩვენი აღმოჩენა მარნეულელი შაბან მამედოვის ის სიმღერის ქართულ სიმღერებს და ისე გადგმული აქვს ამ ქართულში სული, რომ მე ასეთი იშვიათად მინახია. მან შემოგთავაზა ესეთი სიმღერები, რომელიც არ არის ესეთი პოპულარული და თვითონ ასრულებს თავისი მანერით და თავისი მიდგომით ამ სიმღერას. მე ახლა თქვენი საუბრიდან გამომდინარე დამებადა ეს კითხვა და ბუნებრივია. აქ ასაკობრივი შეზღუდვა არა გვაქვს ასაკობრივი შეზღუდვა. ნებისმიერი ასაკის ადამიანს ჩვენ წინა ღონისძიებაზე 103 წლის ქალბატონი გამოვიყვანეთ, რომელსაც 500 რაღაცა ნაშრომი აქვს გაკეთებული. აბაშიძე ელენი აბაშიძე ქალბატონი ელენი აბაშიძეს ამ ტელევიზიაში მიხავდა თავის საავტორო გადაცემა ყველაფერი ჩემს შესახებ ასეთი გადაცემა ეს არის ზღაპრული ქალბატონი
ეს არის დიდი მეცნიერი ენციკლოპედია. 100 სოფლიოს 100 საუკეთესო მეცნიერთა შორის არის შესული მის სახელი და დაზიანებული და ერთლით ავიყვანეთ სცენაზე მღერო და კასაძეების გუნდში ჭიათურიდან არის მაგის და მეორე ხმა ისე ჩააღუღუნა რომ აი ფანატიკურადაა შეყვარებული ქართულ მუსიკაზე და ქართულ ყველაფერზე მოვიკითხოთ აქედან მოვიკითხოთ ის ჩვენი ტელეკომპანიის მაყურებელია ვიცი რომ გვიყურებს აუცილებლად დიდი სიყვარული ჩვენგან დიდი მადლობა რომ გვეცით პატივი და ჩვენ პროექტში მიიღეთ მონაწილეობა ასევე ყავდა ტიპოვეს ქალი ნაცნობა იმ უშკულში რომ ვიყავი მითხრეს რომ არის აქ ლოლა ნიჟარაძე ქალბატონი 84 წლის რომელიც ფლობს ახსოვს დედამისის ნამღერი ოჯახში ნამღერი იქ ეკლესიაში დასმღეროდნენ და 10 წლის ვიყავი რომ ამ სიმღერას მღეროდიო და მის მერე არავისგან არ გამიგია ეს სიმღერაო და წმინდა მარიამის სალოცავი რომელსაც ქალბატონები ასრულებდნენ წმინდა მარიამის სახელობის ეკლესიაში უშკულში ერთხელ წელიწადში მარიამობას მხოლოდ ქალბატონები და თავის რიტუალები ქონიათ და ეს სიმღერა ახსოვდა ქალბატონს და მე ვთხარი მივედით მე და მუსიკო და თქვა მე ვთხარი აბა ბევრი სიმღერა იცის ძალიან და მithari თქვენ რომელს ამოვარჩევდით რომელ სიმღერებდით ერთი რო გამღეროთ თქო და აი ამ სიმღერასო და იმ ღეროს ვათაშორის კი მშვენივრად ფლობს და აი დიდი სურვილი მაქვს რომ ყოველ ღონისძიებაზე გამოვიყვანო მაგრამ არ გამომდის თუ არ შევეხე ალბათ მოვახერხებ აუცილებლად და მე ვიცი ახლა თქვენს ირგვლივ ალბათ არიან ისეთი ადამიანები ვის დამით ძალიან დიდი მადლიერების გრძნობა გაქვთ სწორედ აი ამ მიმართულებით რომ იმიტომ რომ ეს ისეთი პროექტია ეს გასაგებია შეიძლება იდეა გქონდეს და თქვენ ახლა ისეთი ქალბატონი ხართ ისეთი გარემოდან და ისეთი წიაღიდან წამოსული ეჭვიც არ მეპარება როგორ გინდათ ამ ყველაფრის განხორციელება და აკეთებთ კიდეც მაგრამ ხო არიან თქვენს ირგვლივ ადამიანები ვინც გვერდით გიდგანან ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტში რას ამბობთ ახლა იმაგრებენ ზურგს კი რა პატრიარქოს ხალხი წელთა კავშირის ხალხი ტელევიზიები თუნდაც ყველა ვერჩი მიდგას თვითონ ისინი რეგიონებში ხა ამბროლაურში ვიყავი და შევხვდი ერთი დათუნიკას ხეტლაძე ახალთაობა დათუნიკა უნცულსი დათუნიკა ბეძაშვილები არიან იმ დათუნიკაში ამას დედაც მამაც ძალიან ისეთი ფოლკლორისტები ისეთი ამ დათუნიკა მიცის მითხრა ქალბატონატო მე დაგეხმარებით ხა რატომ არ დამეხმარებ რა ასაკისა 50 წლის. აჰა, ახალგაზრდა და ესე იგი იქ არის მაგათ აქ კარგი სტუდია ამბროლაურში. იქ ერთი ძალიან მაგარი კაცია, პოეტი გურამ გორდეზია. დიახ. ალბათ ისიც აუცილებლად იქნება არაჩვეულებრივი სტუდია. აი, დიახ. და დათუნიკას როცა ვესაუბრე, ასე მიმართავენ და მეც ასე მიმართავ. როცა ვესაუბრე, მითხრა ნატუდეი და აქო სოფლებში ყველას თავისი ცეკვის მანერა აქო, ყველას თავისი სიმღერა აქო და გამოაქეს ყველა. ანუ მეხმარება მე სამით. თუ იმან იცის ვინ სად როგორ რა თქმა უნდა გავყვები. მე უფრო ვერ მოვწებნი ამ ხელა რეგიონში როგორ და მან უფრო იცის. მან იცის, იქ ყურძენს მოკრიფავენ, იმიცი შვილია და იქ ღვინოს დაწურავენ, იქ ვიღაცა დაუძახებს ქორწილში და ეს ბუნებრივი ამბავია საქართველოში. რა თქმა უნდა. ასე მეხმარებიან რა თქმა უნდა და უშკულმა საერთოდ გამაგიჟა, იმიტომ რომ იმ ხელა კულტურა მოდის იმ. ნუ ახლა ამ მიმართულებით ალბათ ბატონი ერეკლეს აღლიანი ძალიან აქტიური იქნება. ერეკლეს აღლიანს საერთოდ პოეზიის საკითხი მიყავს უკვე ჩვენ ჩავთავთ პოეზიას ამ ღონისძიებაზე და ნახოთ შეიძლება გამოვყოთ მე ცალკე პოეზიის აღამო გავაკეთოთ ცალკე ფოლკლორის ცალკე ესტრადის როცა ეს ბლომად შემოვა ჩვენ სივრცეში ასეც შეიძლება დიახ მაღალმთიან სოფელ უშკულში ჩვენმა წინაპრებმა ამ ხელა უნიკალური ძეგლები ყველაფერი დაგვიტოვეს იმისათვის რომ მომალთაობას გაგვეგრძელებია მათი დანატოვარი განსაკუთრებით ეხება ეს სვანურ სიმღერებს სვანური სიმღერები რომელიც განსაკუთრებით უშკულიდან ბევრი სიმღერა წავიდა სხვაგან ჩვენ არაჩვეულებრივი გუნდი სიმღერის გუნდი ყავდა მაგრამ მერე ზოგიერთი გარდაიცვალა ზოგმა კიდევ ქალაქი ირჩია და ბევრი ახალგაზრდა გამოგვეცალა ხელიდან და აქ როგორც მთაში ერთმანეთს ნათესავები ვართ ყველა და თან უფრო
გვეხათრება ერთმანეთის რომ რაღაცა სიმღერა წამოვიწყოთ და უფრო მხიარულები გავხდეთ. როგორ მოვიდა თქვენამდე ის სიმღერები, რომელსაც გვთავაზობთ ახლა ჩვენ ბავშვობაში ჩვენ ძალიან დაინტერესებდა უფროსები. მაშინ დასაქმებულიც იყო ხალხი, მაგრამ თლად ასე არა და როგორ იყო იცი? აი სამუშაოდან რო დაბრუნდებოდა ხალხი საღამოს, ხო, იქ თავშესაყარად სოფლის ცენტრში მოიყრიდნენ თავს, ეს უფროს თაობა, რა თქმა უნდა და სიმღერა, ცეკვა, ფერხული, ლექსის თქმა, მერე სპორტული შეჯიბრებები, ყველაფერი და ღამის ალბათ პირველ 2 საათზე მარტო მიდიოდა ოჯახებში ხალხი და ამან ჩვენც უკვე დაგვაინტერესა ბავშვები და მიყვებოდით მათ გზას და ყვალს უფროსების და შეგვაყვარეს სიმღერა, შეგვაყვარეს თაში ყოფნა, შეგვაყვარეს და ბატონო განო იცით რა, სვანური ხასიათები ძალიან განსხვავდება სხვა კუთხეების ხასიათებისაგან. თქვენ იცით საოცარი გლოვა, თქვენმა ხალხმა დაგვიფაროს ღმერთმა და ვიცი რომ ზარები გაქვთ, ყველას გაქვთ თავისი ზარები. იყო ჩვენთან ასეთი ადათი, რომ გასვენების დღეზე აქ გამორჩეული იყვნენ მოტირალი ქალები. უკვე ყველა რო შემოსული იქნებოდა აი იმ დღეს უკვე იწყებდა ის დატირებას მთელი უშკულის მიცვალებულებს ჩამოთვლი და ცალ-ცალკე პატივისცემდნენ ყველამის ასეთი წესი იყო ახლა უკვე არა იმიტომ რომ ისინი ვინც მართლა ასეთი ქალები იყვნენ გარდაცვლილი არიან და ანუ ის ადათი უკვე დაიკარგა ადათი უკვე დაიკარგა ზოგმა წერაც არ იცოდა საერთოდ ნოტი ხო საერთოდ არ იცოდა მაგრამ სიმღერებიც ბრწყინვალედ გაქვთ შემონახული ლექსებიც თქმულებებიც და ადათშვებებიც ნუ სასწაულია ყველა მიცის ყველა გვარის ისტორია ეს არის უდიდესი სიყვარული ჩვენი ქვეყნის ჩვენი კუთხის და ასე მაგალითი უნდა მივცეთ ახალგაზრდებს ჩვენი მიზანი ეს არის მე პირადად თქვენ მადლობას მოგახსენებთ ამ პროექტისათვის ესაა ჩვენთვის უნიკალური საგანძურის აღმოჩენა კიდევ ხელმეორედ რომელიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს განსაკუთრებით ქართული და სვანური სიმღერები ის სალაღობო ფერხულები რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს უამრავი ლეგენდა ქცეული არის დღესაც ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ თქვენ აუცილებლად იდგეთ სცენაზე და ერთი უშგულელების სიმღერა ვაჩვენოთ კიდე სამყაროს გამოყას სხვა წარჩინებული პოეტები, საზოგადო მოღვაწეები, რამდენიმე, რომელიც ერთ სვანურ ლექსს წაიკითხავს, ერთ ლაზურს წაიკითხავს, მეგრულს წაიკითხავს, ქართულს კიდე ბავშვებიც ჩართეთ ახალგაზრდობა. ჩვენ მე პირადად ეს ჩემი მიზანია, რომ ახალგაზრდობა ჩაერთოს და იქცნოს ის, აი რასაც ჩვენ აი მაგიტომ კეთდება გურიას პროექტი, ხო? ზუსტად ამას საინტერესი თორე ჩვენ მათაურებმა ძალიან კარგად იცით ჩვენ კულტურული მემკვიდრეობის ფასი და აი ახალგაზრდები ამას რო ნახავენ და ისინი რო დაინტერესდებიან და ისინი რო არიან ჩართული აი ამ დიდებულ აი მართლა ეროვნულ პროექტში ეს არის ძალიან დიდი ქართული საქმე ქალბატონად ჩემი მიზანია რომ დიახ გავუღვიდეთ ბავშვებს ხოთაშორის ახლა ძალიან მომწონს რომ ეს სალოდ ბარო სკოლები შეიქმნა საკვირაო სკოლებში არის ბევრი დარგი შევედი მე ვიყავი ანდრია წამებულის სახელობის სახლდარში მამა გიორგია იქ და 2 წლის გახსნილი აქ ეს საკვირაო სკოლა გავუგიჟდი მანენა გენეცვალე ბავშვები სიხარულით გამორბიან, ლოცავს წუჩივე მამაო ეხუტებიან, იქ ზარის ხმა ესმის, იქ ცეკვას სწავლობენ, იქ თიხას ამუშავებენ, რაც გამოფენაზე გვექნება და არ ვიცი. ძალიან ქართული გარემო. ძალიან შექმნილი და მართლმადიდებელი ქრისტიანული, მართლმადიდებელი. ამას უნდა გაპიარება. გახილება და ისე უხარიათ იმ ბავშვებს რომ მათი ნაშრომები წარსდგება გამოფენაზე ძალიან უხარიათ და მოტივაცია ეს მათთვის რომ გამოიფინება მათი ნახატები სიმღერებს მივხედავთ იმას მივხედავთ და არის ეს ეხლა არის ძალიან ნუ როგორ არ თქვათ კულტურის სამინისტროზე დიდი მადლობა როგორ არ თქვათ თუნდაც ჩვენი პროექტი რომ არ დაეფინანსებია და გვერდში არ გმოდერ ვერაფერს ვერ გავაკეთებ თავისთავად ხოდა ჯერ მარტო ფილარმონია რა ღირს არა ვერ
მერია ბიხტის მაგის თანხას სამინისტრო კვერცხი გვიდგას მაქსიმალურად რაც შეუძლია და ეს ახლა ისე ვითარდება რომ მე მგონი რომ საინტერესო გახდება აუცილებლად სხვაგვარად წარმოუდგენელია ქალბატონო ძალიან კეთილშობილურ საქმეს ახარ შეჭიდებული აი ძალიან და თქვენ ახლა ისეთ სახელები და გვარები ჩამოთვალეთ რომ ამ ადამიანებს საზოგადოება აფასებს საზოგადოებას უყვარს ხალხი გულში იხუტებს თითოეულ მათგანს ახლა ვინც თქვენ ჩამოთვალეთ და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ვინ არის ამ პროექტის ირგვლივ გაერთიანებული და ზუსტად თქვენ ახართ ის ადამიანები რომლებიც ხვალდაზე უფრო დაფასდებით ეხლა თქვენ წარმომიდგენია რამ ხელა შრომაში ხართ ეს რუტინული სამუშაო არ არის ეს მარტივი მე დარწმუნებული ვარ მაგრამ ზუსტად ვიცი რომ დაგიფასდებათ ეს შრომა ის მაგას ჩვენთვის იმდენად არ არის მნიშვნელობა რამდენადაც გაარცელდეს ეს და სიამონება მიიღოს ხალხმა და ახალგაზრდებმა შეიგრძნო შეისრულონ ის ქართული თუნდაც ნათქვამ ვიცით რა შესაქმე მოდიან სვანეთიდან იმიწებენ ენას სამეგრელო უფრო ესე პარადგას ამაში მაგრამ წლები მაინც მიცევს ამა ინგლისურს სწავლობენ და თავის სვანურს არ სწავლობენ ამაში ესე წარმოგიდგენიათ ლაზური არის საყრდენი ქართული დნება ლაზური გაუფრთხილდეთ ეს ხო განძია ენა კონდეს ამ პატარა ქვეყანას ერთ დროს ხო დიდი იყო საქართველო მაგრამ აღარ არის დიდი ხო და ამას გაუფრთხილდეთ ახლა აუცილებლად უნდა დაინტერესდეთ რა თქმა უნდა ისე ქალბატონო თუ გახსენდებათ ყველაზე პატარა მონაწილე თქვით რომ აი 103 წლის ელენე აბაშიძე ხო არ ხართ ისეთი განსაკუთრებული რომელიც გახსენდება იცით რა ყავდა ჭიათურიდან პაპიძე დავითი ვითხრეს რომ ეს ბიჭო ძალიან კარგად ღირესო უფრო საოპერო ხმა აქვს და მეთქი მოვისმენ უსახელოა სოფელი იქიდან და სარები ბიჭი მოვისმინეთ და ვამღერეთ ის იყო ჯერჯერობით მე მგონი 13 წლის ყველაზე პატარა ამ შემთხვევაში მაგრამ რიგში გვიდგას ისეთები 5 წლის 6 წლის აქ ვერ ჩავდიეთ ახლა ამ პროგრამაში და მომავალში აუცილებლად არიან ნუცას სულთ ხოლმე რომ შენ კაი ბავშვები ახალი ბავშვები ხო ნუცას სკოლაში ახალები მოდიან და ახალი საყინვალე ჭაობები კი ბატონო წელს მე მგონი ნუცა იკავებს თავს იმიტომ რომ უთმობს სვებს ასპარეს ქუთაის საჩხერეს სხვადასხვა რეგიონის კი უთმობს სასიამოვნო სიმღერაა და ახალი თაობის ბიჭი მღერის მამიას ძალიან ბევრი თაობა ყავს გაზრდილი ჭიათურაში და ბატონო თქვენ უნდა გიმადლოდეთ ამ ბავშვის აღმოჩენას დიდი მადლობა დავითი დადის ჭიათურის სოფელ უსახელოდან მინდა აღვნიშნო მისი დიდი მონდომება ოჯახის მხრიდანაც თქვათა შორის ძალიან უწყობენ ხელს მთელი ღირს ნაწილს თითქმის სიმღერაში ვარ ჩემი საყვარელი კომპოზიტორია გოგი ცაბაცი ახალი იდეები აქვს მას რომ აი ეს საკმაოდ პრეტენზიულია მაგრამ ეს მე მახარებს როგორც პედაგოგს სავარჯიშოებს ვაკეთებ ხოლმე შემდეგ ხვეწავთ ნელ-ნელა სიმღერებს განსხვავებულია მისი ვოკალური მონაცემები და აქვს მრავალმხრივი ინტელექტი თავიდან მეგონა რომ ეს იყო მხოლოდ საესტრადო ვოკალი მაგრამ მეორე მხრივ აღმოჩნდა რომ დავთოს აქვს ასევე კლასიკური ვოკალის მონაცემები რაც უდაოდ გამეხარდა და აი ამ კუთხითაც უფრო დავინტერესდი და ქალბატონ ნატოს ჩემი მოსწავლე შევთავაზე რომ მიიღო პროექტში მონაწილეობა ისე ქალბატონო ნატო თქვენ ახლა ისეთ თემაში ხართ ხო ეს პროექტი ღმერთმა თქვენ ხელი მოგიმართოთ და ეჭვიც არ მეპარება რომ ეს განხორციელებულია უკვე და ამას ხვალზე კიდე უფრო მეტი და მეტი მხარდამჭერი ეყოლება
ეს არის დაუსრულებელი პროექტი. მე ასე მიმაჩნია და ღმერთმა არქნას, იმიტომ რომ საქართველოში ამ ტალანტების ქვეყანაში რა გამოულევს ნიჭიერ ახალგაზრდობას და ნიჭიერ ადამიანებს. და ისე რამდენი ვინმეა მართლაც ძალიან საინტერესო პროექტია ეს. რამდენი ვინმეა სადღაც იქ სოფელში ჩუმა თავისთვის როზის ამ დროს უნიკალური ნიჭი აქვს სინამდვილეში და თვითონაც არ იცის, ხო? და ამის იმ მარგალიტის აღმოჩენა დანახვა ძალიან დიდი საქმეა და მე მოწმე გავხდი სხვა გადაცემებში და თქვი ლატალია სოფელი მესტის რაიონში და ტიპესო ფიცხელანი არაჩვეულებრივი ბიჭი დიდი ოჯახი შვილს მისი ოჯახი გამოდის დედა მამა 8 შვილი ყავთ და შვილიშვილიც გამოყავთ შეიძლება სულად არ იყვნენ მაგრამ აუცილებლად იმერებენ ამ კონცერტზე საოცარი ხალხია მუსიკალური ოჯახი და ეს ბესო ინსტრუმენტებს ამზადებს ხალხს თვითონ ამზადებს გამოფენაზეც ნახავთ ჩანგი ჭუნირი მაგათი ფართოდ გავრცელებული ინსტრუმენტები ჩვენ ინსტრუმენტებსაც აღმოაჩენთ, ხო? აი არის ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც აი თქვენ საიმუშაობის პროცესში რაღაცა, რომელიც არ არის იმდენად აი პოპულარული, ესე ვთქვათ, ფოლკლორული ინსტრუმენტი და რაიმე აღმოჩენაც ხო არ გაგიკეთებია. იცით რა არის მე ძალიან გამეხარდა, მეგონა რომ გუდასთვის აღარ ხმარობენ, მეგონა რომ დაირას რომ მოვიკითხე ნელა უკვე ერთი პერიოდი ჩემ ბავშვობაში ონიდან გუდასტვირზე როგორ უკრავდნენ გახსოვთ? როგორ და ძალიან პოპულარული საკრავი იყო. მაგრამ დღესდღეობით არ გეგონოს მასე. ხო, არ გეგონოს მასე მე ძალიან გამეხარდა ხო ვეძებ ძველ საკრავებს, მაგრამ გამეხარდა რომ ეს დათუნიკა გუდასტვირზეც უკრავს, აკორდეონზე უკრავს არაჩვეულებრივად. ეს უმცროსი დათუნიკა. უმცროსი, ამაზე მაქვს ახლა საუბარი. არაჩვეულებრივი ადამიანია, ნუ ამ სფეროში და ნატურა, ის კი არა რომ ვიღაცამ გამოზარდა ოჯახი და ნატურალია. და მე იმ სტილზე გეტყვით ახლა, ახლა ვერ დავამთავრე ესა. კაცი რომელიც ანაში მუშაობს, მღერის მამა პაპურ სიმღერებს შემოდის ჩვენ როცა მივედი სხვათა შორის მაგასთან იჯდა აივანზე და ჩანგზე უკრავდა და მღეროდა. გავშეშთი, იმიტომ რომ მე გავესაუბრეთ და თქვა რომ ეს მამა ჩემი წინაპრები მღეროდნენ უკრავდნენ ამ საკრავებზე და რო უთხოვე მამას მასწავლიო ესო ვერ ისწავლიო მართლა ვერ ისწავლე ისეთ რთული საკრავებია ძალიან რთული საკრავია ფორტეპიანოზე რო უკრავ მაგალითად ის გაძლევს უკვე ბგერას შენ პირიქით შენ უნდა მოერგო ის საკრავი რთულია ნამდვილად რთულია მაგრამ არ ვიცი ეს ნიჭი საიდან ამ ძველი წინაპრებიდან მოდის და თვითნაბათი არაფრით არ მასწავლო შენ თვითონ არანაირი პროფესიონალური განათლება არაფერი არა ზოგადად ძალიან ისეთი კაცია იმდენი რამე იცის კავკასიური ენები ზოგადად ომში მონაწილეა ომის აფხაზეთის და შემდეგ მაგრამ თავისუფალი უყვარს არაფრით იქიდან არ გამოდის არ აინტერესებს მაგრამ ეხლა შენ პირდა რო ჩამოვა აი მე რასაუბრობ მართლა რა კარგია და ასე რამდენი ერთი თქვა არაჩვეულებრივი ნახოთ ძალიან მინდა რომ პოეზია შემოვიდეს დადებითად ჩვენი მაყურებლისთვის ნიკა მეუნებოდა წოლუკიძე რომ ვაიმე ნატო არ გახსოვს სულგოდეთიშვილას მეუთხარ ბიჭო ისმა და სიცხვილია მეთქე და მაგრამ პოეზია მართლა იყო დღესასწაული მის საღამოები ეხლა არ ვიცი როგორ და რანაირად იქნება მაგრამ გვინდა რომ შეიძლება სალონური საღამოები გავაკეთოთ პოეზიის ბავშვები და პატიშოთ არის პიონერთა მოსწავლეთა სასახლეში ამისი წრეები და ჩავთოთ იმიტომ რომ ამაზე კარგს რას გააკეთებია ამდრილად ქალბატონო ამაზე დიდ საქმეს ვერაფერს ვერ გააკეთებთ ვიღაცა ლექს წერს ვიღაცა ნუ არ ვიცი ძალიან ბევრი საკითხებია ისეთი რომ მისახედია ამდრილად მისახედია და ვერ ამოწურა ვერა ღმერთმა არქნას რომ ამოიწუროს და არც ამოიწურება ეს იმდენად ეს ბუნებრივად გრძელდება თაობიდან თაობამდე არაჩვეულებრივი სახელწოდებაც აქვს მოფიქრებული თვითონ პროექტის რა ვიცი ახლა მეუბნებიან რომ აჭარა ნახე შენ აჭარა კი ვიცი და გამიგია მაგრამ ეს კიდე ცალკე ფენომენი ცალკე სამეგრელო გურია გურული სიმღერები და ცეკვები რა ვიცი ნახოთ გამოულებელია ახალგაზრდები გვიდგას ვერჩი და სანამ შეძლებს ჩვენ შევძლებს სანამ რა და გააგრძელონ მერე მაგრამ რა თქმა უნდა და ამიტომ
ამიტოა საინტერესო და ამიტოა დაუსრულებელი სწორედ ეს პროექტი, რასაც თქვენ ხელი მოკიდეთ ქალბატონო ნატო. მე მინდა ძალიან დიდი წარმატება გისურვოთ. იმიტომ რომ ეს არის ზუსტად ძირითადად ის საძირკველი და ის ფუნდამენტი, რაზეც დგას ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ხვალინდელი დღე და თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ სწორედ ახალგაზრდობის აღზრდას, ჩვენი მომავალი თაობის აღზრდას ემსახურება ეს პროექტი და აუცილებლად გაამართლებს ეს პროექტი. კი ბატონო, ერთადერთი რაც მინდა ვთქვა, რომ იქნებ მოახერხოთ და ახალგაზრდობა მოიყვანოთ ღონისძიებაზე და კარგად ავუხსნათ ჩვენი ნათქვამი კიდევ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ის არის ქართველი, თუნდაც არა ქართველი, მაგრამ გააცანით ჩვენი ღირებულებები, ჩვენი წარსული, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალიც. ამჯერად ასე. ქალბატონო ნატო, დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის და ჩვენი მაყურებელი ალბათ ისედაც ამჩნევს, რომ ჩვენ დღეს შესაბამისი აქსესუარებით ვსხედავთ გადაცემაში რაღაც ქართული ორნამენტებით და თავარია გული. კი ბატონო, რა თქმა უნდა და დიდი მადლობა. წარმატებები, აი მთელი გულით გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებას. შესანიშნავი გუნდი ხართ. გვერდში გიდგანან ღირსეული ადამიანები და ამ პროექტს ძალიან დიდი მომავალი აქვს. მინდა დაგიმშვიდობოთ და ჩვენს მაყურებელს მინდა ერთი ლამაზი მუსიკალური ნომერი დაუტოვო იმ მშვენიერი პროექტიდან, რომელსაც ქვია და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტიდან, ქართული და ეროვნული პროექტიდან, რომელსაც ქვია თაობიდან თაობამდე. ქართული სული უკდავია. ხალხად, დიდი მადლობა ყველაფერთვის. მომავალ შეხვედრამდე. გავამუსიკე შენს წინო ძალიან მინდა რომ აი ღიმილი ძალიან გიხდება და გაუღიმე რა. ანი ახლა არის მე-11 კლასში. ემზადება უნივერსიტეტში შესაბარებლად. ხალხგაზრდობა უმეტესი წასულია. ბავშვობიდან იყო მუსიკალური, აქტიური ძალიან. ბათუმში დავყავდა ჩვენ სტუდიაში და ახლა როცა მოიზარდა გიტარაზე შევიყვანეთ. გავიგეთ პროექტის შესახებ თაობიდან თაობამდე. მოხარული ვარ ჩემი შვილი ფართო საზოგადოების წინაშე წარსდგება და წარმატებას მიაღწევს. ამათ კეთბობი გებუბულები ვარდი ხარვარდი დამალულები სულს ავიყნოსებ სურნელებულს არომატისა აღმატებულსა შენაგან მომეცა